დილა მშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? აბა მოგიკითხავთ ყველას. პოზიტიურ დღეს გისურვებთ. სიხარულით სავსე დღეს. ეხა ავდექი, მოვწესრიგდი. ეს ჩემი თმა გუშინ დავიბანე და აი ეს არის ჩემი თმა, ესეთი არის, ესეთი მე ვისწორებ ხოლმე და ისე ესეთია. თვითონ ბუნებრივად. ეხლა მინდა რომ წავიდე ბიუბიუში. მარტო მე ვერ გადავდივარ ხოლმე რა, ცოტა შორია და გიამ რომ წამიყვანოს. სამ სამსახურში წავა. ვიყიდო ხორცი აღარ მაქვს. საჭმელი ხო უნდა გავაკეთო. რამე. გამოვასწრებ თუ არა, არ ვიცი. ავას. რომ მოვალ ჯობია მერე დავლიო. ჩვენიერი ამინდია, მაგრამ წვიმებია ისე მოსალოდნელია. წავიდეთ. საკითხებზე რო გავარ ხოლმე და მოვიდან და დავიმარაგებ. შვიდად ვარ ხოლმე მერე. და აი ხორცის დამარაგება გოგოებო არის ძალიან კარგი. რამდენიმე დღისთვის მაინც. 3-4 დღისთვის. ხორცი რო გაგსახში. მე იმ ცოტა რაღაცეებს კიდე მოამატებ იყიდი. თავარი არის ხორცი. რო საჭმელი მოამზადო ცოტა ისეთი რომ ეყოთ, ანუ დანაყოფდნენ, ასე ვთქვათ. ბანანში ვჭამბოლობდე და წავიდეთ. კარტოფილი ძალიან კარგია, მაგრამ სად წავიღო მე რომ მოვიტანო ბევრი. სად შევინახო? ამიტომ 2 კილოს ვყიდულობ ხოლმე. უგემრიელესი. წავიდეთ. ჩვენი ლუჯა როგორ არის, აბაგია? კარგად არის. გამოხვალ ხო? წავალ იქით გავალ ცოტა. მე თორა კარგია. სიცოცხლეა გარეთ გამოსვლა მზეზე. ეს მათეს ჩამოვაცუნცულებ, მაგრამ გონი რომ მაგრა დაცხება უკვე ძალიან ცხელა. და ჯერ არის რა ვიცი 10:09. ჯერ არის 10:09 და უკვე ისე ცხელა, მე რა გაიქნება. როგორ მიხარია გოგოებო. როგორ მიხარია სიცოცხლე, ცხოვრება. აი ძალიან ბევრი რამე რომ გასიკეთებელი, ეგეც მიხარია. ეგეც მახარებს, იმიტომ რომ მიზანი მაქვს ცხოვრებაში. რა უნდა გავაკეთო? ნენელა რომ მივდევ. პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ მივდივარ და სულწი ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. ესეც ნახეთ. ისე უყვარს ბავშვები, რომ იმ წუთში
ამოუკოტრიალდა მათე სიმღერეს მომეფერეო რა დღეში ჩავარდან ეს აიწოს ეცინებოდა მათეს დედა ვიცნობ ჩვენი უბნელია ეს ზაღილია გესმით ხო ჭიკჭიკი ნახეთ ჩვენი უბანის ძალიან საყვარელია აი ეს ბინა პატარა და ლამაზი ისე მიყვარს აქაურობა თითქოს აქ გავიზარდე გოგოებო კი ჩამოვდიოდი ხოლმე დეიდასთან ხშირად და იქიდან მიყვარს თბილისი მაგრამ ახლა ნუ ისე ხშირად არა ხო მაინც ზაფხულში მარტო ხოდა აი ვერ წარმომიდგენია რა ვიცი სხვაგან რო ვიცხოვრო ვერ წარმომიდგენია ძალიან ჩემია ყველაფერი აქ უკვე ну მოვიდა გორგი ბატონო მოვედი როგორ ახალჟანიკოა შვენი რა თვარ ძალიან კარგი ამიდია გია ძალიან დღეს დაწყება მაგრამ ხვალიდან უკვე რა არ დავიწყებაო აბა ცუდი ამინდები იწვიმებს წვიმა აღარ მინდა გოგოებო ხასად ვიგიორჯენა ხორცი ვიყიდოთ გვედი გაიგეთ რა გაგიბრაზო წივილს დაიწყებს რა დღეშია ხოლმე იოკობს ხოლმე გვედი აი დაიწყო აი მერე მიაყრის ხოლმე უფრო ხო თუ არ გაიკეთე ხო გაგაკეთებინებს ძალით სერიოზულ კომპლექტებში შემოდის ქალაქ გარეთ მინდა გასვლაცა ამ დღეებში რა ვიცი გავიდეთ აუცილებლად კი მე რა ამ დღეებში წვიმები იქნება აი წვიმებში არა რო გადაიგებს ეს არის ბოლო კარგი ამინდა ამ მოკლა პერიოდში მიდიან სამსახურებში. შაბათია 4 დღე შაბათსაც მუშაობს კი. ზოგი შაბათსაც მუშაობს. კი. კერძო სფეროში. ავტობუსები დადიან ჩვეულებრივ. მაღაზიებშიც მუშაობენ. შაბათი კვირა მაგათთვის. ის გადავაგდე და ყავის სურნელი ჩამოვკიდეთ გოგოებო. მე და ჩემი ყავა ისეთი გაისუნი აქ. ნიკამ ვერ აიტანა ის სუნი, რა ვიცი. რისა იყო გია ვანილი. მე მომეწონა ისიც, მაგრამ ბავშვმა ვერ აიტანა და გამოილია რამდენიმე ძირა მოყირავე და აღარ გამოილია და ეკიდით კიდე კაც 5 ლარი არ აღეირს. მოყირავე ეხლა დილით რო გავაღიეთ რა მაგარი სუნით გეყავით. გავისა ხო? ისევ ამას ვიყიდი. ეს იკვიყიდეთ ხო? Fix price. ხო, fix price-ში ვიყიდეთ ეს. ეგ დამავიწყდა რომ მე თუ გინდათ. ნიკა მითხრა რამე ცივის სურნელით უნდა იყიდო მამაო, კარგი იქნება. ცივის სურნელი რა ვიცი არა. არ ვიცი fix price-ში თუ შემოიტანენ დახვეწილი სუნები აქვს ამას და ის მართლა ვანილისა რო ვიყიდე ოდნავ 10 ტონის სუნი გახკრავს.
და მერე უფრო გიჯდება ესაც ტონის სუნი რა ცხვირში და ამათ აქვს დახვეწილი სუნი ძალიან და თუ შემოიტანენ სხვა სულსაც, ნუ შეიძლება ფიქს პრაისიდან წამოღება და გავსრულებთ. ფაბერლიქშიც იყო ხოლმე მანქანის სერია ერთი მთლიანი და აღარ არის. გააქრეს. როგორც ჩემი დაფები გაქრა ფაბერლიქიდან. რამდენმა მკითხა ჟანას ად ვიყიდოთ რა ლამაზები ამოგწონს, მაგრამ აღარ არის ფაბერლიქში და ისეთი ხარისხიანებია თან ბამბუკის. რამდენი წელია, ისე გააქრეს ეს მანქანის სერია. ყველაფერი ქონდათ აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველაფერი. მოვედით. ორი ნაბიჯიც აქვია, მაგრამ აქ შევალო. ყველაფერს რაც მჭირდება ვიყიდი. აი ბიუ. მოვიარე გოგოლებო და ეხლა გაჩვენოთ სხვა რა ვიყიდე. ბანანი. ყიდულობ ამ ბოლო დროს უკვე საჭმეში ვხარჯავ ფულს. და არა რაღაც ხრაშუნა და ხრამუნა რაღაცეებში, რომელიც ფაქტიურად რა ვიცი, აი ფულს ხარჯავ და არაფერი არ გიჩანს ხოლმე ადამიანს რა იყო. ბანანი წამოვიდე. მეწვანილი, ოხრახუში, კომბოსტოსანისას უნდა ჩავშუშო დღეს ფილე. კომბოსტო ვიყიდე, ერთი, ორი ცალი მკერდი ვიყიდე. ერთსაც გავყინავ და ერთსაც გავაკეთებ. ვიყიდი ასევე ყველი. აჯიკა. ალპენგორდი, ერთი ცალი. ხაჭაპური და ერთი ცალი ღვეზელი, კარტოფილის და შოთი. ეს არის დღეს ჩემი საჭმელი. ეხლა ამ ყველაფერს დავაბინავებ. ერთი ცალი ერთი მოვაგო, იმიტომ რომ უნდა გავაკეთო. კერდი და ეს ცალი უნდა გავყინო ხვალისთვის. მაცივარში შევინახო, იმიტომ რომ არ გავყინო, რა ვიცი, ყოველდღე ვაკეთებ და რაღაც დამჭირდება ეგ. ისე უნდა გადმოიღო და ყველი ამ ყველაფერს შევინახავ, ჯერჯერობით ავაკეთებ ერთ დღეში. ვცდილობ, რომ ძალიან გონივილად დავხარჯო ფული გოგოებო და ანუ ვიყიდო ისეთი პროდუქტი, ვიყიდო, რითიც მზადდება საჭმელი. ხილი და ბოსტრეული აუცილებლად ყოველ დღეს მაგალითად გავაკეთებ კომბოსტოს. ბანანი ჩვენთვის შეუცვლელია და რა ვქნა, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ, უყვართ და მეც. ამა მინდა გამიორე ცოტა. გამოვქრებდე, ვარმეთე, გამომეტია.
არაფერი აღარ დარჩა, არ არის დასატყომი. ვნახო რამდენია. არა ბევრია. ხლეც დასვის აი აქ ჩავხრი დანარჩენს. ეს უშიტის. აი ეს ამ ბევრიც არ მინდა. შაქარი ხო დავამატო ამას, მაგრამ შოკოლადი მაქვს და ერთ ნატეხ შოკოლადს შევატან. ეს დავდებ. ამან და დავიო და მე დავიწყო საქმე, შევუდგეთ. კვერცხი უნდა მოვხარშო. დავჭრა. ბავშვებისთვის ცხელია. მიყვარს ატენგორდი. ეს ხილიანი რომელიც არის, მიყვარს მე, მომწონს. მომივიდა SMS-ები. მომდის და მომდის, საიდან მომივიდა ახლა. ბანკებიდან. სესხი გააკეთეთ. ბარათებს თავაზობენ. და მე რა კალში გიჭერენ. რაღაცნაირად მე უკვე პროცენტები გარბის. გემრიელია. ამიტომ ბანკებს უნდა ერიდოს ადამიანი, მაგრამ მეც მაქვს ახლა განმადებები. რაღაცნაირად შეუძლებელია რა. მოაგროვო ერთიანი თანხა 2000 ლარი, 3000 ლარი. ტელეფონები გქონდა ყველას შესაძლებელი. განმადებით რო არ გამიკეთებინა, რითი ძალიან ძნელია. ზე აიმზე ასე რომ
ჯობია რა თქმა უნდა შენით მოაგროვო და ესე იყიდო. მაგრამ თუ არ გამოდის, მაინც ცუდი არ არის. ახლა უნდა წავიდე. და კვერცხი მოხაშო გიამოვა. სამუშაოზე არ წავიდე ჯერ, მანქანა წაიყვანა რაღაც საქმეზე რავი. რაღაცა გასწორებელი. გამომზადო საჭმელი. ძალიან გემრიელად ვსვავ. საერთოდ არ უნდა ამას ეხლა შაქარი, როცა რაღაცა სატა გოგოებო. შაქარი არ სჭირდება რა, ნამდვილად. ზედმეტია. დილით რო გათენდება ხო გლილოცებ აუცილებლად ხოლმე და მე ვფიქრობ და ვცდილობ რა გავაკეთო კარგი. და ეს. მე რო ხედავ სოციალურ ქსელებში ძალიან დიდ თვალთმაქცობას, ადამიანები რაღაცა ერთმანეთს რო ფულის გამო ირჩევენ. ნიჭის გამო კი არა. რაღაცა სტატუსების გამო ირჩევენ ერთმანეთს. ეგეთია სამწუხაროდ ცხოვრება. ამიტომ სამწუხაროა, მაგრამ გული რო არ გეტკინოს, შენი ფენა უნდა იცოდე. და სანამ არ ახვალ მაღლა, იქ უნდა იყო ჯერ იმ ფენასთან. რო გული არ გეტკინოს. შეიძლება სრულიად გაუნათლებლები არიან, მაგრამ რაღაცნაირად ფული იშოვეს. ან არა აქვთ და მარკებს იკრავენ. თამაშობენ ვითომ აქვთ, ვითომ არ უჭირთ, ვითომ ესე, ვითომ ისე. არა და არ აქვთ. ისიც ზოგი ეგეთიც არის, ზოგს მართლა აქვს. ну ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ რა, რო არ გვეტკინოს გული. ხომ მივხვდით გოგოებო, ისი თქმაც მინდა. ეგრეა დღეს. რაღაც სტატუსების გამო არიან ერთმანეთთან. ფენებად არის დაყოფილი. შენ აირჩი რა კუთხით გინდა წასვლა და სად გინდა რომ მიხვიდე. და ყოველ დღე ამ მიზნისთვის რაღაცა გააკეთე. იშრომე.
არავის არ დაუჯერო, არავის არ დაუგდო ყური. მიარე წინ. ყოველდღე. ოღონდ ჯერ ჩამოყალიბდი სადგით. რა ფენასთან გინდა ურთიერთობა. ზოგს არც უნდა ფული. უბრალოდ განათლებულ ადამიანებთან უნდა ურთიერთობა. არ უნდა ზოგს ფული. ვის რა აბედნიერებს ზოგს უნდა ფული სჭირდება და ეს ყველაფერი აბედნიერებს. ზოგს ცოტა ყოფნის. ზოგს ძალიან ბევრი მეგობარი სჭირდება, ზოგს ერთი. ან თავის თავი, უბრალოდ. შერაკი. იმას რო აქ ეგეთი, იმიტომ კი არ იყიდო. შენ დაფიქრდი, შენ როგორი გინდა. ცოტა ხანი არ უყურო. რომ მიხვდე, შენ როგორი გინდა და შენ რა გინდა. და ჩვენ ბევრი არაფერი არ გვინდა სინამდვილეში. ეს ყველაფერი რეკლამაა. ჩვენ გვჭირდება თუ იცნობთ გიზოს. ადრე ვუყურებდი ხოლმე. YouTube არხი აქ ამერიკაში არის ეს ბიჭი წასული. უჯარმელი. რა კარგი ადამიანია. ადამიანს სჭირდება ერთი მანქანა, ერთი სახლი, ერთი სახელმწიფო, ერთი ჯამი და კოვზი სჭირდება და ერთი ხელი ტანსაცმელი ანური. აი ეგ სჭირდება გოგოები. ადამიანს არ სჭირდება 50 შარვალი, 60 კაბა, 80 ჩანთა. კაცები უფრო ინარჩუნებენ ამ ყველაფერს. ქალები უფრო გადავარდნილები არიან. ვართ. აყოლილები რაღაცებს. ჯანმრთელობა გვჭირდება პირველ რიგში და სიმშვიდე გვჭირდება შინაგანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ღმერთი არასოდეს დაგვტოვებს ლუკომა პურის გარეშე. ეს იცოდეთ თქვენ. არასოდეს. ეს სჭირდება ადამიანს. ადრე ვუყურებდი ხოლმე და მაგის ვიდეოებიდან ეგ მახსოვს ყველაზე, მაგრამ მეტი არაფერი არ მახსოვს. რაღაცეებს იგებს ხოლმე, ეხაც იგებს მგონი. აი ეგ მახსოვს, ძალიან ჩამებეჭით. ადამიანს სჭირდება ერთი სახელმწიფო, ერთი მანქანა და ერთი სახლი. ოჯახი რა თქმა უნდა, ეგ აღარა თქვა მგონი, მაგრამ ოჯახი ახლა ზოგს არც აყავს, ხო? იმედი მაქვს, რომ გაგამხნევით. იმედი მაქვს, რომ ხედავთ იმას, რომ მე ვარ ჩემი თავი და ყოველთვის ჩემი თავი ვიყავი. ზოგიერთები რაღაცებს მაბრალებდნენ. მაბრალებდნენ, რომ არ ვიყავი ჩემი თავი და ყოველთვის ჩემი თავი ვიყავი. და ეს მე დავამტკიცე, რომ ვარ ჩემი თავი. კი. ვცდილობ განვითარებას, ყველაფერს ვცდილობ ამისთვის, რომ განვითარდე. რაც მომინდება, ვარჯიში იქნება, უნდა გავაგრძელო გოგოები. 2 თვე დავაგვიან, 2 თვე გადამიცდა, აი ვერ მივედი. ჯერ იყო და რაღაცნაირად ვერ როგორც ჩანს ალბათ დავიღალე კიდევაც და ცოტა შესვენებასავით მინდოდა.
და ვერ მივედი, ანუ არ გამომყვა ჩემი ორგანიზმი და ანუ არ გავაგრძელე, ერთი რო არ გააგრძელებ, მე ძალიან ძნელია. და მე უკვე რაღაც სამსახურებზე გადავერთე, რომ აი ეს ჯერ სამსახური დავიწყო და მე და ვერც ის სამსახური ვერ დავიწყე, არ გამოვიდა საქართველოში ადვილი არ არის ნორმალური სამსახური რო იშოვო. და მე კიდე მონობაში არ წავალ. მე ყო ახლა რაც ვიმუშავე მონობაში 1 წელიწადი და მონურ სამსახურში არ წავალ. ხო, და ანუ ვეღარ მივედი, მივალ, აუცილებლად მივალ. უნდა გავაგრძელო. ეს პატარ-პატარა რაღაცეები, რასაც ვაკეთებ, ამითი ვფიქრობ, რომ ვითარდები. თუნდაც მაკიაჟი რო მომწონს ახლა და ყოველდღე ვიკეთებ ამ სუბუქ მაკიაჟს ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი და მახარებს გოგოებო. ეს კიდე რამდენიმე კურსი გავიარე მე და არ ვნანობ სხვათა შორის რამდენიმე თავიდან არ მომეწონა და მე მომეწონა ბოლომდე ვუყური ანუ ვიდეოებს. რაშიც ფულს გადაიხდი, ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის ის დაკარგული. ყველა ადამიანი უნიკალურია და შენ თუ მოусმენ გულდასმით და დაინახავ მასში რაღაცა ჩასაკიც მარგალიტებს იქ აუცილებლად იპოვი. იმიტომ რომ ყველა ადამიანი მით უმეტეს ესეთი ხელოვანი ადამიანები ვინც არიან, ძალიან მიყვარან, ძალიან საყვარლები არიან. არც ერთი კურსის უკმაყოფილი არ ვარ, გარდა ერთისა, რომელიც გიამიყიდა და აი იმედენად არაფრის მთქმელი არ იყო, ნუ პატარა იყო რა ეს გოგო ძალიან. და იმდენად არაფრის მთქმელი არ იყო, რომ რავი გამოვიდა რა ამ კურსიდან. და სხვა დანარჩენი, რაც ვიყიდეთ ეს მაგბარათებისაც მალე უკვე ალბათ ამ კუთხითაც წავაგია თავისი YouTube არხზე და გააგრძელებს, აუცილებლად გააგრძელებს. იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაც არის ეგ. ხო. დანარჩენი ყველასი აბსოლუტურად მე პირადად კმაყოფილი ვარ. ვიზრდები, ვითარდები და მივდივარ წინ. მე პირადად არავის არ ვუსმენ. ვინც რა უნდა ის დაწეროს, ვინც რა უნდა ის თქვას. მე არავის არ ვუსმენ. ეგენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან შეუმდგარი, თავიანთი საქმე რო არა აქვთ და იმიტომ რომ უყურებენ, რომ ვიღაცას გული ატკინონ. აი ესეთი ადამიანები წერენ, თორე ისეთი ვისაც არც ალია და თავის საქმე აქვს და შემდგარია უკვე ყოველი ვიდეოსთვის არც ეცლება მას. და ადამიანები, რომლებიც ცუდ წერენ, არც ერთ ვიდეოს არ ტოვებენ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე ისეთი მაყურებლები არიან ეგენი. ჰეითერები, რომლებიც ძალიან გაკვირდებიან. მე მაგალითად სიმართლე რო გითხრათ, არავის არ ვუყურებ, აი ისე რომ არ ვტოვებდე ვიდეოს და ერთ გამოხედვასაც არ ვტოვებდე. არავის არ ვუყურებ, არც არავის არ ვუყურებდი, ეგრე არასოდეს. გამოხედვას რო არ ატოვებენ რა. ეხლა სულ ვუყურებ ორ ბლოგერს, ერთი არის რუსი გოგო და მომწონს, ერთი არის უკრაინელი. აი ძალიან ყოფნის და მავსებენესოვი ადამიანი. ყვავილებს უვლიან, საჭმეს აკეთებენ, ნაირ კერძებს, ნამცხრებს აცხობენ. ეზოსულის ერთი ძალიან საყვარელია ეგ გოგო, მერთვაი ძალიან. მე ვიცი, მე მყოფნის ეს ორი. გათვუყურებ. როგორ უნდა დავუწერო მათ ცუდი მიყვარან ორივე და მაგიტო ვუყურებ, თორე ისე რაც მინდა.
მოვუყურო. Წავედი ახლა გოგოებო მე. უნდა შაი დავაყენო. გიაც მოვა უკვე. და მივხედოთ საქმეს გაკოცეთ, მიყვარხართ ძალიან ჩემებო, გულიანებო. ვიცი რომ 90% ჩემი მაყურებლები ხართ ჩემიანები. გოცნით და აი ჩაგიხუტეთ გულში ყველა დროებით.